რაც შეეხება საქმის მიმდინარეობას, მოგახსენეთ, რომ ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე მიდიოდა არასწორი მიმართულებით. აბსოლუტურად ყველაფერი ამ საქმეში მიუთითებს, რომ სახეზე არის შეკვეთილი მკვლელობა, თუმცა პასუხისგებაში არ არის არავინ მიცემული მკვლელობის შეკვეთისთვის და ასევე დასტურდება, რომ გელა უძილაურს არაერთი ადამიანი ეხმარებოდა ამ დანაშაულის ჩადენაში, არც ერთი ეს პირი გამოვლენილი და დაჭრილი არ არის. უფრო მეტიც, დღემდე არ არის მუხლის კვალიფიკაცია შეცვლილი და გამოძიება არ მიმდინარეობს შეკვეთილი მკვლელობის მუხლით. კარგი ამბავი, დადებითი ამბავი არის ის, რომ საქმის პროკურორი უკვე აღარ არის ამ საქმეში, ის უკვე აცილებული არის ამ საქმიდან ბატონი გია შაიშმელაშვილი. ეს არის პროკურორი, რომელმაც გააკეთა ყველაფერი, რომ საქმე არ გამოძიებულიყო, რომ საქმე წასულიყო არასწორი მიმართულებით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ მისი ამ საქმიდან აცილებას და საქმეში ჩაერთო სურცხვა პროკურორი ლევან ვეფხვაძე, რომელიც ნამდვილად კომპეტენტური ადამიანია და მე მაქვს მოლოდინი მისგან, რომ ახლა მაინც გამოსწორდება ყველა ის შეცდომა და ყველა ის ხარვეზი, რაც აქამდე იქნა დაშვებული და ასევე ახლა მაინც ანაზღაურდება ის ტემპი და ახლა მაინც ჩატარდება ყველა ის საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რაც აქამდე შეგნებულად არ ჩაატარა გამოძიებამ. ცარცახად ვამბობ, შეგნებულად არ ჩაატარა გამოძიებამ. მართალია მაშინ, როდესაც ხელკვარზე არ ხდება მტკიცებულებების მოპოვება, ყოველთვის რთული არის შემდეგ ნეიტრალური და უთხარი მტკიცებულებებით გააჯერო საქმე, თუმცა მე მიმაჩნია, რომ თუ საგამოძიებო ორგანო, თუ პროკურატურა ეფექტურად იმუშავებს, სავსებით შესაძლებელი არის ამ საქმეზე დადგინდეს თუ ვინ არიან მკვლელობის შემკვეთი პირები და ასევე თუ ვინ ეხმარებოდა გელა უძილაურს ამ დანაშაულის ჩადენაში. რაც შეეხება წივწივაძის მიმართ წაყენებულ ბრალდებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იარაღით რომელსაც ეს ადამიანი ფლობდა, მოგვიანებით ჩადენილი იქნა აღნიშნული მკვლელობა, გელა უძილაურმა ჩაიდინა ეს მკვლელობა. მაგრამ ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ წივწივაძემ შეუკვეთა მკვლელობა, ან მან გადაცა გელა უძილაურს აღნიშნული იარაღი მკვლელობის ჩასადენად, ან საერთოდაც მან გადაცა გელა უძილაურს იარაღი. ჩვენ ვამბობდით, რომ წარსულში ამ ადამიანს ეკუთვნოდა, შესაბამისად რა უნდა გაეკეთებინა პროკურატურას, რა უნდა გაეკეთებინა გამოძიებას უნდა დაედგინა წივწივაძის შემდეგ, ვის ხელში აღმოჩნდა აღნიშნული იარაღი და ვინ მიაწოდა აღნიშნული იარაღი გელა უძილაურს. თუმცა აღნიშნულის დასადგენად აბსოლუტურად არაფერი გაკეთდა. უფრო მეტიც, წივწივაძის დაკავება საქმის წინა პროკურორმა, ასე ვიტყოდი, გამოიყენა იმისათვის, რათა საქმიდან ამოირიცხონ მკვლელობის შემკვეთები. ბრალდების დადგენილებაში წივწივაძეს ჩაუწერა თითქოს ამ ადამიანმა გელა უძილაურს გადაცა იარაღი და გელა უძილაურმა ამ იარაღით მოკლა ლევან ჯანგველაძე. ანუ რა გამოდის? გამოდის ის, რომ მკვლელობის შემკვეთები უკვე საქმეში აღარ ფიგურირებენ ამ კონკრეტული პროკურორის გადაწყვეტილების შემდეგ. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს იმას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კონკრეტული პირები, ვინც შეუკვეთა აღნიშნული მკვლელობა, არ დაჭრილიყო. კიდე სხვადასხვა უამრავი გარემოება არსებობს, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდიოდა. რაც შეეხება კონკრეტულად მისი მხრიდან გელა უძილაურისთვის იარაღის გადაცემას არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ წივწივაძემ გელა უძილაურს იარაღი გადაცა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს საქმეზე კონკრეტული მუხლი, რომელი მუხლითაც მიმდინარეობს გამოძიება მიმდინარეობს მკვლელობის მცდელობის მუხლით ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრული აბსურდი და გამოძიება უნდა გაგრძელდეს შეკვეთილი მკვლელობის მუხლით. და ის პირები თუ ვინც შეუკვეთა მკვლელობა აუცილებლად უნდა დადგინდეს და უნდა მიეცნი პასუხისგებაში. კი ბატონო, ტატო, ბოდიში, ბატონ ტარიელ, თქვენ რა ვერსია გაქვთ მაშინ, აი იგივეს ამბობს პრინციპში წივწივაძის ოჯახიც და ადვოკატიც, რომ მტკიცებულება არ არსებობს, რომ წივწივაძემ გადასცა მისი იარაღი სწორედ მკვლელს, რომლითაც მოხდა ხომ ჟანგველაძის მკვლელობა. თქვენი ვერსია რა არის მაშინ? აი როგორ შეიძლება წივწივაძის იარაღით მომხდარიყო ჟანგველაძის
მკვლელობა, ანუ ასე რაღაცა თავისი თუ არ აღმოჩნდებოდა რა უძილაურის ხელში ეს იარაღი, რომელიც თურმე წივწივაძეზეა გაფორმებული, აი რა ვერსია გაქვთ მაშინ? მე მოგახსენებთ ერთ რამის, რომ აღნიშნულ საქმეში ჯერ კიდევ მანამ ხას უსვამ, სანამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა მოხდებოდა, გელა უძილაური დაყვებოდა ლევან ჯანგველაძეს და ჩვენ გვაქვს კადრები და ჩვენ ვიცით რომ ტელევიზიითაც გავიდა აღნიშნული კადრები, სადაც ჩანს რომ ამბასადორში, როდესაც იმყოფებოდა ლევან ჯანგველაძე, იქვე ეზოში დადიოდა გელა უძილაური ჯერ კიდევ დაახლოებით 1 თვის უკან, მან განახორციელა გასროლა, მან ესროლა ამბასადორის კუთვნილ ავტომანქანას და რა მოხდა? როდესაც ამბასადორმა მათმა წარმომადგენლებმა მიმართეს პოლიცია საგამოძიებო ორგანოს, რომ დაედგინათ ვინ არის ეს ადამიანი, ვინ ჩაიდინა აღნიშნული ქმედება, მათ არაფერი გააკეთეს აღნიშნულის დასადგენად. ახლა ისმის კითხვა, რატომ ესროლა კონკრეტულ მანქანას გელა უძილაურმა, რატომ ჩაიდინა მან აღნიშნული ქმედება? იმიტომ რომ მან გადაამოწმა საგამოძიებო ორგანო მოახდენდა თუ არა რეაგირებას. ანუ მას დიდი ალბათობით ჰქონდა გარანტიები, რომ როდესაც ის ამ მკვლელობას ჩაიდენდა, თავისუფლად დატოვებდა თბილის, თავისუფლად გაანადგურებდა მტკიცებულებას და მას ასევე ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის შეძლებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასვლას. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ამბასადორის წარმომადგენლებმა მოითხოვეს აღნიშნული საქმის გამოძიება, ვიდეო ჩანაწერებიც კი გაუგზავნეს გამოძიებას, მაშინდელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ არაფერი გააკეთა, რომ აღნიშნული ყოფილიყო გამოძიებული. მათ უნდა დაედგინათ, ვინ არის ეს პიროვნება, რომელიც დადიოდა იარაღით, უნდა განხორციელებულიყო ფარული საგამოძიებო მოქმედებები გელა უძილაურის მიმართ და თუ ისინი ეფექტურად იმოქმედებდნენ, 1 თვის შემდეგ ეს ადამიანი ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ვერ შეძლებდა. ანუ მოხდებოდა ამ უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და ეს ღირსეული ადამიანი მოკლული არ იქნებოდა ქალაქის ცენტრში ასე სასტიკად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შემდეგი ქმედებებიც იმას ადასტურებს, რომ ამ ადამიანს ჰქონდა გარანტიები მაშინდელი სახელმწიფოს მაშინდელი ინსტიტუტების მიმართ და ზოგიერთი ხელმძღვანელობის მიმართ. რა ადასტურებს კიდევ ამას მოგახსენებთ, როდესაც გელა უძილაურმა ეს დანაშაული ჩაიდინა, მთელი ამ დროის განმავლობაში ქალაქის ცენტრში კამერების თვალწინ ეს ადამიანი დადის, სახეს არ მალავს, შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფეხით დადის კამერების თვალწინ და არ განხორციელდა შესაბამისი საპოლიციო ქმედებები, რომ ეს ადამიანი ცხელკვარზე დაკავებულიყო და მას მიეცა შესაძლებლობა დაეტოვებინა ქალაქი, გაენადგურებინა მტკიცებულებები, დაემალა მაგალითად ტელეფონი, რომლითაც ის კომუნიკაციობდა სხვა პირებთან, სავარაუდოდ დამკვეთებთან და უთანხმებდა თავის ყველა ქმედებას და რაც მნიშვნელოვანი არის ასევე დანაშაულის იარაღი. და შემდეგ ეს ადამიანი საინტერესო რა არის, მიდის ქარელში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს, ქარეში, სადაც მას არც ოჯახი ყავს, არც ნათესავები ყავს და არანაირი კავშირები ქარელთან ამ ადამიანს არ გააჩნია. და რა არის საინტერესო? საინტერესო არის ის, რომ სხვა ადამიანები ეხმარებოდნენ, რასაც ადასტურებს უამრავი მტკიცებულება და ეს ადამიანები ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ვინ არიან. ამიტომ მე მაქვს იმედი, რომ ახალი პროკურორის ჩართვით და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება გენერალური პროკურორის მხრიდან, რომ საქმეში ჩაერთო ახალი კომპეტენტური პროკურორი. მე რამდენიმე დღეში მასთან მექნება შეხვედრა და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ საქმეზე აუცილებელია ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტება აუცილებლად უნდა დადგინდეს. კი ბატონო, ტარიელ, იცით რა მინდა გკითხოთ, პროკურორის ცვლილებაზე კი ამახვილებთ ყურადღებას და რაღაც იმედებს გამოთქვამთ, რომ შესაძლოა საქმე არ ვიცი, უფრო სწრაფად და უფრო ობიექტურად შესაბამისად იქნას გამოძებული, მაგრამ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მათ შორის იმაზე, რომ თქვენ ეჭვები გაქვთ, რომ არ შედის სახელმწიფო ბრალდების ინტერესში ამ საქმის გამოძიება სრულყოფილად, ანუ რეალურ დამკვეთზე გასვლა, იმიტომ რომ თქვენ და ოჯახიც მოკლულიც ამბობთ, რომ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა. ვინ შეუკვეთა და რატომ ამის გამოძიება? როგორ ფიქრობთ, ამის გამოძიების რესურსი არ აქვს სახელმწიფოს თუ სურვილი არ აქვს? აი რომელთან გვაქვს საქმე? ჩვენ პირველივე დღიდანვე ვართ ძალიან გულწრფელები საზოგადოების მიმართ, არაფერს უმალავთ საზოგადოებას
და ყველაფერი იმასთან დაკავშირებით თუ რასთან დაკავშირებითაც ჩვენ პრეტენზიები გვაქვს საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას, ობიექტურ ინფორმაციას ვაწვდით. და მომავალშიც რა თქმა უნდა, სამომავლოდ, როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ კონკრეტული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდება, ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებითაც რა თქმა უნდა, საზოგადოებას მივაწვდით სრულ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის საქმე, სადაც ძალიან აშკარად ჩანს, რომ ადგილი აქვს მკვლელობის შეკვეთას და ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ ერთ ადამიანზე გადატეხონ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს კანონის თელი სიმკაცრით გელაუძილაური, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა და ეს სასტიკი დანაშაული უშუალოდ განახორციელა, თუმცა ჩვენ არ დაუშვებთ ამ დანაშაულის მიჩქმალვას, მიფუჩეჩებას და ჩვენ არ დაუშვებთ იმას, რომ მკვლელობის შემკვეთები ამ სისხლის სამართლის საქმეში დარჩნენ დაუშვენი. დავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ადამიანები დადგენილ იქნენ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, ჩვენ საზოგადოებას ჩავაყენებთ საქმის კურსში ყველაფერთან დაკავშირებით.